მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი და დღეს უკვე ბევრჯერ ნათქვამ და მომაბეზრებელ ფრაზას უნდა დაუბრუნდეთ. შევეხებით მორიგ უსამართლობას ევროპარლამენტისგან და არა მხოლოდ მოგეხსენებათ ევროპარლამენტმა ერთი წლით აუკრძალა საქმიანობა ტელეკომპანია იმედს ევროპარლამენტის შენობაში და მოლდოვამ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე არ შეუშვა პოსტივის იმედის და რუსთაველის ჟურნალისტები თავის საზღვარზე. ამ საკითხზე გვექნება დღევანდელი გადაცემის ირგვლივ მსჯელობა და ყველა იმ შესაძლო მიზეზს განვიხილავთ, რითიც შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არის Deep State-ის მართული სტრუქტურების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ როგორც ვამპირს ჯვრის, ისე ეშინიათ ამ სტრუქტურებს ზოგადად ევროპის ბიუროკრატიას და Deep State-ს იმ მედიის, რომელიც მათ ააშკარავებს, რომელიც ისეთ კითხვებს სვავს, რომელიც მათთვის არის მიუღებელი. იმიტომ რომ შენც ნახავდი ხო ალბათ იმედის სიუჟეტს, რაც აიღეს საფუძვლად, რომ უნდა აიკრძალოს ერთი წლით საქმიანობა რასა იუკნევიჩიანესთან რომ მივიდნენ და კითხეს, რომ რატომ ხართ თანაავტორი რეზოლუციის იმედის დასანქცირებაზე. ერთი მაგალითი შეგიძლიათ თუ არა დაგუსახელოთ იმ დეზინფორმაციის, რომელსაც ამბობთ, რომ ჩვენი არხი მუდმივად ატარებს და იქ პასუხი იყო, რომ მიმართეთ პრეს-ცენტრს. მოდი კიდევ უფრო ცოტა შორიდან მოვყვეთ ამ ამბავს, ესე იგი ევროპა ალბათ რას შევადარო ამ შემთხვევაში მიტოვებულ ქაოსს თუ რას არის მხოლოდ და მხოლოდ სანქციებით რო იმუქრება და ოღონდ ეს სანქციები არაფრის მომცა მე რო დაგემუქრო შენ რო აი იცი რა ხა მადაგასკარზე ვეღარ წახვალ ვერასოდეს ეს სიტყვაზე რა სოფლიო ჩემპიონატის ფინალში აღარ გათამაშე ხო აი ეგ უფრო კაი შედარება რა რომ ვეღარასოდეს ვეღარ ითამაშებ სოფლიოს ფინალში რა ამის გარანტიას ვიძლევი მე მახსოვს სანამ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მწიფდებოდა და პირველი დარტყმა მიაყენეს ხო თორ-სექტემბერვალი იყო ხო ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა ევრობიუროკრატმა და დაპოსტა Twitter-ზე რომ ამის მერე აწი რუსებო ვეღარ შოპინგებთ მილანში, ვეღარ შოპინგებთ ევროპაში, მაგრამ ეს მილანი იყო, აი ესე რა გამოკვეთილი. ნახეთ აი ესე როგორ დაიწყო. ხო და ამის საბერძნეთ, ნუ პირველი რომ არიცნობენ რუსეთს, ამ შემთხვევაში მათ მტერს, რომელიც პირველ რიგში უნდა გაიცნოდა, მიხვდე იმ სპეციფიკას, რაც აქვთ აი ანთროპოლოგიურად ეს სოციოკულტურა როგორ ფუნქციონირებს. ამის საბერძნეთ გვაქვს ძალიან კარგი სახუმარო ვიდეო, სადაც რუსი შიშველტანზე მოწყული შუბა როაცია დანაუჭირავს და ნაჯახი ხო და ნაჯახი და ამბობს რომ ბაიდენ Последний раз спрашиваю, что такое система SWIFT. ეს იყო მუქარა რომ SWIFT-ს გაგითიშავთო და აი რა დამოკიდებულება ჰქონდათ რუსებს ამაზე SWIFT-ის გათიშვაზე. რომ SWIFT-ი არ იციან რა არის. მიხვდი, ანუ ეს იყო რა პრინციპი. ჩვენ გვაქვს საუბარი რაღაცა რეგიონში მცხოვრებ სიტყვაზე რუსებზე, საბრძოლო ძალაზე და ჩვენ ვიცით რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდი საომარი ქვეყანა, ყველაზე დიდი საომარი გამოცდილების ქვეყანა არის რუსეთი, რომლისთვისაც ელექტროენერგიაც კი არ არის ის გადამწყვეტი რითიც შეიძლება დააშანტაჟო, თევზს დაიჭერს და რაღაცნაირად პურსაც გამოაცხობს რა. და შენ როდესაც ემუქრები შოპინგით, რომ მილანში ვეღარ შოპინგებთ, ეს არის რაღაცა 0.00 რაღაც პროცენტი, რომელსაც შეიძლება აისახოს. რაღაც ვერ ახდაგაც შოპინგობენ ჩვეულებრივ. არა, ეგ ერთი, მაგრამ რომელსაც მანამდე შეიძლება დაუანონსო და მით უმეტეს იქაურ ოლიგარქიას და იქაურ ელიტას რა პრობლემები შეექმნა ამის გამო, როდესაც პრო დასავლური სიმპათია, არა, თვითონ შიგნით თქო რა, პუტინთან მიმართებაში. არა, პროდასავლური სიმპათია ვინც გამოხატა და როგორ გადაპორტირდნენ. ეხლა კი ვნახეთ რა, ყველანი რომ კირკოროვიც ამბობს, რომ ხა მე კი ვალენსიაგა ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე ვარ აქეთა ხაზი. ეს ვრცელდებოდა საქართველოსაც ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში. არ ჩავერთეთ იმ სანქციების პერსონალურ პაკეტში, რომელიც გულისხმობდა საქართველოს ეკონომიკის სრულად განადგურებას და ამის დამზღვევი არ იყო ევროკავშირი.
ჩვენ არ გავუშვით სამხედრო ტექნიკა, არ გავუშვით მებრძოლები ჩარტერით, რასაც გთხოვდნენ, არ ჩავერთეთ ომში და ამას არ გვპატიობდნენ, რომ მათ მითითებებს არ დავემორჩილეთ, დაიწყო დასანქცირება, დაიწყო ეს საქართველოს შეტევის დიდი და ძალიან უხეში ტალღა. შემდეგ უკვე გადავიდნენ, რაც მე ძალიან მეუცნაურა, უშუალოდ პოსტივიზე და იმედზე და პოსტივი იყო. ამ შემთხვევაში ძალიან უცნაური პირველი ბრიტანეთი იყო, რომელმაც სრული პაკეტი დაგვათო სანქციების, საბანკო მომსახურეობა და ასე შემდეგ და მერე იყო, რომ პოსტივიზე ილაპარაკა ბორის ჯონსონმა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ილაპარაკა ჩვენზე. ჩვენ გადაცემაზე რა და მიზეზი იყო რომ ჩვენ თურმე დესტაბილიზაციას ვახდენდით უკრაინაში, ანუ ჩვენი გარეშე სტაბილური იყო უკრაინა და ჩვენ პოსტივი იყო აი ის რამაც არია უკრაინა. ჩვენ ვიყავით დეზინფორმატორები, ოღონდ რისი არ ვიცი, რომ ვახმოვანებდით უკრაინის ლიდერშიპის მოწოდებებს, რომ აბა გაისერინეთ აფხაზეთში, აბა ცოტა გარდაცვლილებს შეგვეხიდეთ, აბა ცოტა რუსეთის ჯარი აქეთ გადმოაცდინეთ და ასე შემდეგ. მერე ეს ყველაფერი გადავიდა უკვე ევროკავშირზეც და ევროკავშირმა დაიწყო ამ პაკეტების მომზადება, რომელიც ეხება პოსტივის, იმედს და რუსთავიორს. Ну, ავიცი ხარ, აი რა კომენტარი გაგიკეთო ბაჩო სანქციებთან მიმართებაში. ყოველად უსამართლოდ, აი ამ მთელი, ესე იგი ამ მთელი კოქტეილიდან გამომდინარე, ყოველად უსამართლოდ გვასანქცირებენ, გვაკრიტიკებენ, გვამუნათებენ და რაც არ უნდა გითხრა, მე მახსოვს პირველი ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც 300-ზე მეტმა ევროდეპუტატმა მოაწერა ხელი, სადაც ეწერა, რომ კეზერაშვილი არის დევნილი მედია პერსონა და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სადაც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ნუ რა კომენტარი უნდა გავაკეთო, რასაც უნდა იმას დაწერო, რომ დაწერონ ეხლა რომ ბაჩო ოდიშარი არის ჭამს ბავშვებს, რას იცავ, აი რას იცავ მითხარ. ვერც გავიმართლებთ. არა, დადგები და იგივეს დაიწყებ, რომ აი თქვენს პატრონს ხართ დამბრალებლები, უტიფრები და საზღრები. აი მეტი რა უნდა ქნა და რო დაწერონ გაგიკვირდა. აი მართლა მაინტერესებს. უკვე ისეთი მდგომარეობა რომ არაფერი გასაკვირი აღარ არის. არა, მე ეხა სერიოზულად. ხო, მაგას მეც შენ წარმოიდგენდი რომ ბორის ჯონსონი სამნიდაკოზე ილაპარაკებდა, აჰა. ხო და ეხა რო თქვას რასა იუკნევიჩიანემ, რომ მე ვიციო რომ ბაჩო ოდიშარია არის მანიაკიო. ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება. ხო, აი ვერაფერს შენ კარგად გაიხსენე ერთ-ერთი პირველი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, რაც ჩამოთვალეს იყო ნახსენები. ბიძინა ივანიშვილი იყო წარმოჩენილი ანტაგონისტად და პროტაგონისტად დავით კეზერაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ანუ იმხელა ზოგად საკაცობრივ უსამართლობა და ტყუილი, რომ აი საერთოდ არის ხოლმე ხო რაღაცები, რომ აი რაღაც ძალიან აბსურდული რო არის, იმაზე არ შეიძლება რომ სერიოზული კომენტარი გააკეთო რა, მაგრამ ნუ ის არის ინსტანცია, რომელსაც ნუ აქვს ამ დრომდე ისახელი, რომ რაღაცა აქ მნიშვნელოვანი საკითხები წადება და გიწევს რა, მე რომ დააკომენტარო რა და ჩვენ ვხედავთ, რომ 4 წელი არის, განსაკუთრებით ეს ბოლო 4 წელი არის, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მას შემდეგ გამალებული შეტევები გრძელდება და არც ერთი არ არის ისეთი, რომელზეც აი მართლა არგუმენტებით აღჭურვა მოგიწევს და რაღაც აი დაეჭუდები შენ თავში ან რაღაცა წარსულს გადახედავ და იტყვი რომ აი სადღაც მართლა ხო არ გაგვეპარა რამე და იქნებ მართლა დეზინფორმაცია ხო არ იყო, რაღაცა ზედმეტი ხო არ მოგვივიდა. ჩვენ გვედავებიან რეალურად იმას, რომ ევრობიუროკრატიას რაც კი მანკიერება გააჩნია იმაზე, რომ საჯარო დისკუსია გვაქვს გახსნილი, ამ თავისუფალ სიტყვაზე, გვეუბნებიან, რომ თქვენ ამის გამო ხართ მოსაკვეთი, თქვენ ამის გამო უნდა აგეკრძალოთ საქმიანობა, თქვენ ამის გამო აღარ უნდა ტრანსლირებოთ არა თუ ჩვენთან, თქვენ ქვეყანაშიც კი. ნუ ერთი ის არის, რომ როგორც ყოველთვის ისინი ვერთვლიან საქართველოს საზოგადოების რეალური ბირთვის ვერც პერსპექტივას, ვერც მათ სურვილებს, ვერც მათ სოციოკულტურულ მდგომარეობას და გონიათ, რომ აი ახლა რახან ბრიტანეთი დაასანქციოს პოსტივი დაინგრევა და პირიქით ჩვენ რეიტინგი მოგვავა და მას შემდეგ ესეც შეუძლიათ ძალიან მარტივად რომ დათვალონ და გადაამოწმონ. და ის ფაქტი რომ იმეც მხოლოდ იმის გამო რომ კითხვა დასვეს დასანქცირების საფუძვლად შეგიძლიათ დაგვისახელოთ ერთი კონკრეტული რამ და ამის გამო ერთი წელი ეხა თქვენ ჩვენთან აღარ შემოგესვლებათ. ნუ ეხა ჩვენ ბევრი გულაპარაკია რაღაც კოლონიზატორი როგორც მონასტრო ექცევა და ისე რო გვიდგებიან და ზუსტად იგივე მდგომარეობაა რა. ანუ ადამიანები არა სივრცე, სადაც
წარმოიშვა რეალურად სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რომელიც წესით არის აკვანი, რომელიც ამ ყველაფერს უნდა უფრთხილდებოდეს, ამის გაძლიერებაზე იყოს და თვითონაც ამას ხო ამბობენ, რომ ჩვენ ამისკენ ვართ მოტივირებული და ეს არის ჩვენი სარბიელი. ყველაზე უტიფრად ადებენ სანქციას ტელევიზიებს, უკრძალავენ კითხვის დასმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ხო რაღაცა თავდასხმაზე არ ვლაპარაკობთ. ან როგორ შეიძლება რაღაცა დასმული კითხვა იყოს ისეთი კატეგორიის დანაშაული, რომ შენ აღარ შეგეძლოს იმ სივრცეში შესვლა და გამეორება კითხვის დასმის. კითხვა დასვი? გაგცემ ძალიან მარტივად პასუხს. ესე იგი შენი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რომ როგორ შეიძლება დასმული კითხვა იყოს იმ კატეგორიის დანაშაული, რომელიც გამოიწვევს სანქციას. სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით ბრიტანეთში არ ვიცი ახლანდელი მონაცემებით 15000-ზე მეტი ადამიანი არის დაჭერილი, ოღონდ კიდევ ერთხელ განმეორდეთ ეს არ ეხება მოწოდებას ძალადობისკენ, ეს არ ეხება რამე ტერორიზმს, ეს არ ეხება რამე მსგავს იმას, ეს არის შენი კონსერვატიული, ანტილიბერალური, კულტურულ მარქსისტული პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ მე ვეწინააღმდეგები აბორტს მაგალითად, მე ვეწინააღმდეგები ამ საიმიგრაციო პოლიტიკას, მეტიც აბებში პოლიტიკაზე საუბრის, აკრძალვაზე საუბრობდნენ ბრიტანეთში, რადგანაც თვრალი, ნასვამი, მასკულინური კულტურა ყოველთვის მიისწრაფის რაღაცა ისეთი აგრესიისკენ და საკუთარი ნაციონალისტური ზრახვების გაძლიერებისკენ. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება სრულად არის მოშლილი გერმანიაში. რა დონეზე იცი მოშლილი კითხვა დასვეს პოლიტიკურმა პარტიებმა და მოკლეს ისინი. არც მეტი, არც ნაკლები კი არ აკრძალეს და დაასანქციერეს. 16 კაცი გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა AfD-ს წევრები და კიდე სხვა ოპოზიციური პარტიის. მათი ხმა არის მის არსად, მაგრამ მაინც ახერხებენ გარკვეულწილად გამოხატონ დემოკრატიული წესებით რომ მოხდეს თამაში, პირწმინდად წააგებენ ლიბერალი ბიუროკრატები. ჩვენ ხო წინასწარ ვლაპარაკეთ მაგაზე, რომ რეალურად სადაც ყველაზე ძლიერად უნდა იყოს დემოკრატია წარმოდგენილი, ის არის ყველაზე ანტიდემოკრატიული სტრუქტურა თუ იმისი კონკრეტული წარმომადგენელი და ასე შემდეგ. ანუ აი ალქაჯების ნადირობის პერიოდი, რომელსაც ამერიკამ და ევროპამ დაარქვა, რომ ეს იყო ალქაჯებზე ნადირობის პერიოდი, სადაც რაღაცა ქალს თუ აღმოაჩნდებოდა სამედიცინო უნარები და რაღაცა კონკრეტული სცენარეებისგან განსაკუთრებული რაღაცა შექმნა და კოცონზე რო წავდნენ, დაახლოებით ეგეთი მდგომარეობაა, რომ შენ თუ deep state-ზე კითხვას სვამ, შენ თუ რაღაც ევრობიუროკრატიას აკრიტიკებ, შენ თუ რაღაც იმიგრაციის ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებ, შენ თუ უმცირესობებისადმი ესეთ რაღაც აგრესიულ პროპაგანდას აკრიტიკებ, ანუ ავტომატურად უნდა დაიწვე კოცონზე. იმიტომ რომ არ შეიძლება, ანუ ამის შესახებ საუბარი, დიალოგი, კითხვის დასმა აკრძალულია და ოღონდ აკრძალულია ამას ის ემატება, რომ ამას მოსდევს სასჯელი. იმიტომ რომ აკრძალო კიდე სხვა რაღაცა, შეიძლება რაღაცა აიკრძალოს და პირდაპირ გექნება რა მაშინ თამაშ წესები რა, რომ ჩვენ სივრცეში მაგალითად deep state-ზე კითხვას თუ დასვამ, თუ ჩვენ დაგვიძახებ ევრობიუროკრატიას, რომელიც არის deep state-ის მართული, აი ამაზე შენ გექნება ეს სასჯელი. მაგრამ ეს ადამიანები თან გეუბნებიან, რომ ანუ ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, ანუ ამ დიდ ილუზიას და საპნის ბუშტს გთავაზობენ და მე შენ როდესაც კრიტიკული მათ დამი კითხვით გამოჩნდები მათ წინაშე, გეუბნებიან, რომ შენი ადგილი აქ არ არის. მე რა რომ შენ მედიის წარმომადგენელი ხარ და მე რა რომ შენ ისეთ კითხვას ვარ, რომელიც მინიმუმ შენ საზოგადოებას აინტერესებს, შენ მაყურებელს აინტერესებს. მე არ ვარ ვალდებული რომ ამაზე კი პასუხო, ოღონდ ამ ჩემს არავალდებულებას შენ და მოყვება ის, რომ შენ საერთოდ გაქრები ახლა ჩემი ორბიტით. ანუ ეს მართლა ანუ ალქაჯებზე ნადირობა არის ალბათ წარსული ისტორია და ყველაზე სწორი ანალოგი, რაც შეგვიძლია მოვიყვანოთ რა, იმიტომ რომ სიტყვის და ქმედების უწყინარისთან და ჩაგეჭრები ანალოგიაში თავისუფლად შეგვიძლია დავამატოთ ქუჩის იდეოლოგიიდან და ქუჩის სოციალური პრაქტიკიდან ბესპრიძელი. თავისუფლად და ერთმნიშვნელოვნად. ანუ აი ბესპრიძელი ზუსტი ანალოგია ასევე რა. ვაკეთებ, იმიტომ რომ გამდის, მაიცა. და ანუ აი ეგ არის ერთი ხო ეს ევროპარლამენტში იმედს ამბობდა. მოლდოვაში რო არ უშვებენ პოზიტივის იმედს და რუსთავიორს. მოლდოვაში სადაც მართლა ესენგეს წევრად რო რჩება ჯერ კიდე და
ყველა კუთხეში რო კორუფციას იპოვი შეუიარაღებელი თვალითაც და მაგრამ იცი რა არის მოლდოვას ერთი კარგი რაც ქონდა არჩევნები ჩაატარეს ძალიან სწორად. ეს პლურალისტული არჩევნები იყო, ხარვეზები არ იყო საერთოდ. ანუ ტიპებმა არჩევნები ჩაატარეს მანამ სანამ არ გაიმარჯვა ბრიუსელის კანდიდატი. ან ჩვენ გვაქვს მოლდოვის არჩევნებზე მიძღვნილი ერთი ევროპის დაის ეპიზოდი და იქ კარგად გვაქვს დეტალურად ახსნილი რა ხდებოდა მოლდოვაში, გზები როგორ ჩაუხერგეს იმ რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც იცოდნენ რომ ოპოზიციურ კანდიდატს აძლევდნენ ხმას და არც საარჩევნო უბნებამდე ვერ მივიდნენ. რუსეთში სადღაც ძალიან დიდი წარმომადგენლობა არის მოლდოველი ამორჩევლის, იქინა საერთოდ გააუქმეს ხმის მიცემის შესაძლებლობა და თავიდან ბოლომდე ამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პოსტით მიღებული ხმებით შეცვალეს არჩევნების შედეგი და წაართვეს რეალურად მოლდოվել ხალხს ის არჩევანი, რომელიც ჰქონდათ. და ეს ქვეყანა ეხლა პოზიტივის რო არ შეუშვებს თავის ტერიტორიაზე, მაგაზე საერთოდ არ ვიდარდებთ. მაგრამ ერთი რო ყველაზე ბოლო ქვეყანაა, სადაც შეიძლება მესადმე მინდოდეს წასვლა, მაგრამ აი როგორი სასაცილო არის, იცი რომ მოლდოვამ დაასანქცირა პოზიტივი, აი მოლდოვამ დაასანქცირა პოზიტივი სამსიტყვიანი ანეკდოტი რა. ჩვეულებრივად. ჩვენ რეალურად უყურებთ თავისუფალი სიტყვის გაუქმების ისეთ ხილულ, ისეთ დაუფარავ, ისეთ მანკიერ პროცესებს, რომელიც მართლა ისტორიკოსები ჯგუფი რო შევკრათ და რომ მოვაძებნინოთ რაღაც, აი რომ წავიდეთ რაღაც ნაცისტური გერმანია, ფაშისტური იტალია, თუნდაც ეს ინკვიზიციის პერიოდი ალქაჭოს ნადრო მოძებნი აი მაგალითად რომი მოდიოდნენ და გეუბნებოდნენ ნერონს რომ მოკვდეთ. ხო და მოძებნი და მაშინ ეგ წესები მოქმედებდა. მე მაგას ვამბობ, აქ რო მაშინ უნდა თქვან რა. მაშინ არ დასვათ ესეთი ხმები და შემოგიშვათ. იდი ამინის დიქტატურის პერიოდში ესე იგი მან შექმნა სადამსჯელო პოლიცია სამხედრო ძალა და ხალხის პრეტენზია ის კი არ იყო რომ რატო გჭირს ესე წესები გაგვაგებინოს რაზე ვისჯებითო რა რომ ის წესები დავიცვათ და წესები არ იცოდა არავინ. იდი ამინის სიზმრებზე იყო დამოკიდებული. ან როგორც ის აპრავებდა სიზმრებად. ხო და ანუ ჩვენ ხედავთ რას უშვება deep state ევროპას, იმიტომ რომ ანუ ესეთი მართლა დეგრადაცია, რომ ვინმეს ახლა წარმოუდგენია, რომ აი რასა იუკნევიჩიანე და მარკეტა გრეგოროვები და ურსულა ფონ დერ ლაიენები ზიან და აზ იმედის ანალიზს აკეთებენ, ან პოზიტივის უყურებენ და შიფრავენ და ათარგმნინებენ თავიანთ ენაზე თუ ანუ რის მიხედვით ადგენენ, ხო? ანუ მათ ყავთ აქში და აგენტურა, რომელიც აგრეთვე ღიად არიან იმ რეზოლუციაში ინფორმაციის მიმწოდებლებად წარმოჩენილი ერთი არის ის ფორმულას ყოფილი ჟურნალისტი, გვარი დამავიწყდა და მეორეც ის საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ ორი ფიგურანტი არის, ორივე ამ აგენტურული ქსელინა, რომელიც საქართველოში მათი ხელდასმით მოქმედებს. ანუ ისინი ეუბნებიან, რომ ეხა ეს გვიქმნის ჩვენ პრობლემას. იმედი იმიტომ, რომ ყველაზე ყურებადი ტელევიზია, პოსტი იმიტომ, რომ მეორე ყველაზე ყურებადი ტელევიზია და მას აქვს იდეოლოგია. და ამასთან ერთად ყველაზე მთავარი მას აქვს გამოკვეთილი იდეოლოგია. და ანუ ჩვენ გვჭირდება რომ ესენი როგორღაც მოგვაშოროთ. და ანუ დაიწყეს ბრიტანეთიდან, ბრიტანეთმა გახსნა რაღაცა პირველი მერცხალი ეგ აღმოჩნდა, ეხლა ცდილობენ რომ ევროკავშირს მიაღებინონ ეს შეზღუდვები, რომელიც შეიძლება ეს რეზოლუცია საერთოდ იმ წინა რეზოლუციები პარადნა ხალხად დარჩეს, მაგრამ ანუ ეს მოძრაობა ხო დაწყებულია და ეს ხო არის ყველაზე დიდი თავდასხმა მედიაზე, თან კერძო მედიაზე და მაშინთან, როდესაც საქართველოში გედავებიან შენ რომ შენ ზღუდავ კრიტიკული მედიების გამოხატვის და იმას მუშაობის კრიტიკული მედიები არ არიან კრიტიკული მედიები პირველი ფეიქ მედიები არიან ეს ერთი მაგრამ ბაჩო ნახე ასევე არის ვულგარიზაციის ხარისხი და ეთიკურობის დარღვევა. აი ნახე შედარებისთვის რა მინდა ვთქვა CNN-ს როცა უყურებ უმეტესწილად რატომღაც ტრამპს აკრიტიკებენ რომ ეს არ არის პრეზიდენტის სასაუბრო ენა ის არღვევს გარკვეულ პროტოკოლს. როდესაც შენ პროტოკოლი გააქვს და გაგაჩნია ამ პროტოკოლს, ანუ შენ ამ საზღვრებში ჯდები, ეს შენი მოედანი ხდება და ამის დარღვევა კი იქ ბაქი რაღაცას ამას ვიზამ, შენი ენა არ უნდა გაცდე, მაშინ თავისუფალი უნდა იყო და სხვა ენით იმეთყველო. ჩვენი ნახე როგორ უნდა დავარქვა კრიტიკული მედია იმ თავარ არხს, სადაც გვარამია გამოდიოდა
დედას იგინებოდა, არ ვიცი, როგორ იგინებოდა, როგორ იმუქრებოდა, სისხლი ეჭირა და ეს რო ყოფილიყო მაგალითად თეატრალიზირებული რამე შოუ და პერფორმანსად ნუ გოიმური იქნებოდა, მაგრამ მან შეინიღება. ეს როგორ არის კრიტიკული მედია? ეს არის დივერსანტული რადიკალური მედია. აქედან გამომდინარე დღეს რაც ეს არის fake media, მაგრამ ამ fake media-საც ჰქონდა არსებობის უფლება და აქ და განსხვავებით ამისგან, ხო? სრულად აი მართლა კოლონიზაცია, რასაც თვით კოლონიზაცია ის იყო მიშა სააკაშვილი, რომელმაც გახადა რომ რა ქვია თეთრი კოლონიზატორი არ ყოლობს მართალი, ჯონი თუ ეწერება ან ჯოში ქვემოთ ტიტრში ის რასაც იტყვის, არის ყველაფერი მართალი. იმან როგორ შეზღუდა მედია, ხო იცი? ლიმონკა აფეთქა, ყუმბარა აფეთქა ლაივში ტელევიზია. აი ეს იყო მათი გამოხატვის თავისუფლება, დასავლეთთან მხარდაჭერილი გამოხატვის თავისუფლება, deep state-ის მიერ მხარდაჭერილი თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. დღესაც რა ხდება? სანქციირება. ხა დღეს მოლდოვის ჯარი აქვე შემოგვივარდება ალბათ და ის თორე რომის საშუალება აუცილებლად შემოვიდოდნენ და დახურავდნენ. პრინციპს ხომ მივხვდი რა და ესე იცავენ სიტყვის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ გარდა ეხა იმ არგუმენტებისა, რაც წარმოვადგინეთ ამ გადაცემაში და რა თქმა უნდა ჩვენც არ უნდა გავცდეთ რეალობას და უნდა დავრჩეთ ეთიკურობის ფარგლებში, მაგრამ ასევე ცოტა უტრირებულად რო ვთქვათ, აი რო დაგვაბრალო გური და ბაჩო არიან მანიაკები, მკვლელები და სადისტები ორგანოებით ვაჭრობენ, ოღონდ ძალით აჭრიან. აი ეს რო დაწეროს ევროპარლამენტმა და ძალიან ფანტასტიკის სფეროც არ არის, იმიტომ რომ ბორის ჯონსონი სადაც სამნი და კოზე ლაპარაკობს, შეიძლება რომ ხა რასაზე დიდი ფიგურა მაინც არის. რასამ რო ჩვენზე თქვას, აი გური და ბაჩო აჭრობენ ორგანოებით. რას იზავ, ხო? იგივენაირად დავსხდებით და ვილაპარაკებთ, რომ ეს არის ტყუილი, ბრალდება რაღაცა. და არაფერი არ უშლით ხელს და ყველაზე მაგარი რა არის, ძალიანაც არ გაგვიგვირდება. აი ის არ იქნება. არა, მე ჩემს პირიქით ძალიან სახალისო იქნება. არა, სახალისო იქნება, მაგრამ ის არ იქნება, რომ იქნება ის, რომ ძალიან სწორად ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, იმიტომ რომ ის სივრცე და ის ევრობიუროკრატია და ის ინდივიდები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილზე იტყვიან, რომ ეს არის ოლიგარქი, რომელიც საქართველოსთვის მანკიერ საქმეებს ჩადის, მათ რა თქმა უნდა, ჩემზე უნდა თქვან, რომ მე ბავშვებს ვჩავ და ხილებული ვარ რაღაც დანაშაულში თუ უკრაინის დესტაბილიზაციაში თუ რუსეთის დახმარებაში და ასე შემდეგ. ლოგიკური ეგ არის, სწორი ეგ არის და პირიქით ანუ ეხლა მაგათგან რომ რაიმე ის წამოვიდეს რომ რაღაცა კარგი მედია არის და ამათ თავისუფლებას ხელი არ შეუშალოს და პირიქით გავაძლიერო თუ მან უნდა დაფიქრდე რომ ესე იგი რაღაცა არასწორს ვაკეთებთ რა. ნუ ეგეთი გამრუდებული რეალობა შექმნა deep state-მა ევრო ბიუროკრატიის ხელით, რომელსაც ნუ რასაკვირველია, რაც არ უნდა სანქცია მიიღონ, რაც არ უნდა შესვლა აკრძალონ ჩვენი ჟურნალისტებისთვის თავიანთ სივრცეებში, ქართულ მაყურებელთან ჩვენი სიტყვის მიტანაში ისინი ხელს ვერ შეგვიშლიან, როგორც ეგონათ რომ აი პოზიტივის სანქციები დაედება და პოზიტივი დაიხურება და პოზიტივი პირიქით რეიტინგი გაეზარდა, ესეთ უკუ შედეგს მიიღებენ ყოველ ჯერზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ კვირას. არ წანებოდეთ.